მადლობა გვეთქვა, რომ იღებთ მონაწილეობას და გვიხარია ვარჯიში. ორთუს საგახსნით დროს. მოგესალმებით. ვარჯიში კიდევ ერთხელ რომ ჩაგიშალეთ. ეგ ვიცით რა, ბოლო პერიოდში იდეალურად არ არის ყველაფერი, ჩვენც კარგად ვიცით. ზოგადად ბევრი პროექტები გვაქვს, რაც განახორციელებთ. ყოველთა ლიდერების საფრთხე ამაში ამ დაფინანსების გარეშე ხარ. ჩვენ ვიზიარებთ ამ ყველა. მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩხოროწყუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალ პროექტს დაუდო სათავე საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო სამოყვარულო თასი, მოყვარულთა თასი ქვია, რომელშიც 250-მდე გუნდი მონაწილეობს. აგრეთვე დღეს მე და ბატონო ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვისარგებლეთ შემთხვევით და მოვინახულეთ ლესიჭინე ჩხოროწყუს რაიონიდან. მოგეხსენებათ, რომ მეორე ლიგის გათამაშებაში წელს 65 გუნდი ასპარეზობს, ამ 65 გუნდიდან 25 ახალი კლუბია მეორე ლიგაშიც. ლესიჭინე 2016 ეს არის ერთ-ერთი კლუბი ამ 25 ახალი კლუბთაგან. ამიტომ ჩვენ დღეს ვისარგებლეთ შემთხვევით დავესწარით საწვრთნელ პროცესს. მისასალმებელია საერთოდ ახალი გუნდების გამოჩენა, მისასალმებელია 25 გუნდი დაემატა მეორე ლიგის გათამაშებას და აგრეთვე უპრეცედენტო დიდი რაოდენობა სამოყვარულო ლიგაში. კიდევ ერთხელ 250 გუნდი ეს პირველი მოყვარულთა თასის მართლაც რომ ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო.